გრძელდება თუ არა ტოტალური მოსმენა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ უკანონო მოსმენები ისტორიაში ჩაბარდა. საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჭირო ტექნიკის გაორმაგებაზე საუბრობს. არასამთავრობო სექტორი კი ფარული მიყურადების წინააღმდეგ მორიგ კამპანიას იწყებს. კამპანიის ინიციატორები კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობაზე მიუთითებენ და ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციითაც მიმართავენ. ალექსანდრე ჭიკაიძე მესამე სექტორთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ამ თემასთან დაკავშირებით კი ნანუკა იორდანიშვილმა სახალხო დამცველის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაც მოისმინა. თქვენგანი შეიძლება იყოს იმ 21,000 აბონენტის რიცხვში, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მოусმინოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ისევ გვისმენენ. ეს შენგეხება ისევ გვისმენენ. ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ერთდროულად 21,000 აბონენტის მოსმენა, მათი მიმოწერის წაკითხვა და ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლია. ამ კამპანიით ჩვენ გვინდა რომ ხელისუფლებამ დააჩქაროს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მოსმენა გახდეს მხოლოდ ძალიან თქვათ შეზღუდულ შემთხვევებში შესაძლებელია. ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინ გადადგმული ნაბიჯები, დღესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი გვისმენენ, მათ შეუძლიათ მოусმინონ სურვილი შემთხვევაში დაახლოებით 21,000 ადამიანს და ან იმაზე მეც და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს. ყველა მთელი ძალაუფლება არის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და ამას უწყობს ისიც, რომ ჩვენი კანონმდებლობა არ არის დახვეწილი. კამპანიის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უკანონო მოსმენებისგან დაცვის გარანტი კანონმდებლობა უნდა გახდეს. მათ შესაბამისი ცვლილებების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უკვე მოამზადეს. ყველა ტიპის დანაშაულზე არ უნდა ხდებოდეს მოსმენები. სასამართლოს კონტროლის მექანიზმი უკეთესად უნდა დადგინდეს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონმდებლობა. ასევე ადამიანის ინფორმირება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება და თუ ვერ იმ შემთხვევაშიც კი როცა ვერ დადგინდება, რომ პირი რაიმე დანაშაულს ჩადიოდა, თუ მას უსმენდა ვინმე, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდეს. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ერთი დიდი თვალის ქვეშ და რამდენად არ მინდა მე რომ ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს დემოკრატიული და ამ ქვეყანაში ვიღაცები უთვალთვალებდნენ ვიღაცებს, ანუ ვიღაცები უთვალთვალებდნენ ყველას. მონიტორინგის მექანიზმებისა და კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. უჩანანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე რჩება ბერკეტი უკანონოდ რამდენიმე 1000 ადამიანს მოусმინოს. საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას, არ შეცვლილა. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რამდენად გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს დღევანდელი ხელისუფლება კანონით მინიჭებულ უფლებებს. სწორედ ამიტომაც არის საჭირო გარკვეული ჩარჩოები. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უკანონო მოსმენები ისტორიაში ჩაბარდა. განსხვავებული ინფორმაცია აქვს საპარლამენტო უმცირესობაში. ისინი აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული მიყურადებისთვის საჭირო ტექნიკა გააორმაგა. ჩვენ ვიცით, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს ორჯერ მეტი საშუალება შეძენილი, ვისაც რომ მოსმენები იყოს, ამიტომ ეს პრობლემა დღესაც მე ვიმედოვნებ, რომ ისტორიაში ჩაბარდა უკანონო მოსმენები. კანონის აკრძალულია და არ შეიძლება უკანონო მოსმენის და თვალთვალის და მიყურადების და პირად ცხოვრებაში ჩარევა. ეს ხდება მხოლოდ სასამართლო კონტროლით. თუ კიდევ უფრო მკაცრი რეგულაცია გვინდა და კიდევ უფრო დაცვა ამ სფეროს, მე პირადად მოსურნე ვიქნებოდი, რომ კიდევ უფრო მეტად დავიცვათ. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უსმენენ მხოლოდ მას, ვისი მოსმენის უფლებასაც კანონი იძლევა. თუმცა ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის და არასამთავრობო სექტორთან დიალოგისთვის მზადაა. მინდა დაგაწმოთ, უკანონოდ არაფერი არ ხდება. მეგონი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობენ ამას, არ იზღუდება მათი უფლებები და არ იზღუდებას. მიმდინარეობს კონსულტაციები, ჩვენთვისაც რა თქმა უნდა მისაღები იქნება, შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებს. უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სპეციალურმა კომისიამ თვეზე მეტია გაანადგურა. გამკაცრდა სასჯელი ამგვარი ჩანაწერების გაკეთებისთვისაც. თუმცა არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ ეს პირადი ცხოვრების დასაცავად არასაკმარისია და მოსმენებთან დაკავშირებით მეტი საკანონმდებლო გარანტიაა საჭირო.